დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს გადაცემა სტუდია ნომერი 8, მას კი მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა გავუძღვები დღეს და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმ პროცესებზე ზოგადად რომელიც ბოლო დროს იქ ვითარდება. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური და ბადრა გუმბა გახდა პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული აფხაზეთის საინტერესოა ვინ არის ეს პერსონა, რას წარმოადგენს და მის შესახებ რა ვიცით. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადამ არშანი აქვს სტუმრობს. მოგესალმებით ქალბატონო და მადლობა იმისთვის რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ასევე უნდა ვახსენოთ აუცილებლად გადაცემის დასაწყისს რომ დღეს საქართველოს ეროვნულ გმირში იულიში არტავას 91 წელი შეუსრულდებოდა და ჩვენი ეთერებიდან ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ აფხაზეთის თემაზე და იმ პროცესებზე რომელიც იქ მიმდინარეობს. დავიწყოთ საუბარი აი ამ საარჩევნო პროცესით, ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროცესით, რომელიც პრაქტიკულად იქ არაფერს არ ცვლის, იცვლებიან მხოლოდ პერსონები და მოცემულობა არ იცვლება. რა შეგვიძლია ვთქვათ თავად ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტზე აფხაზეთის? მოგესალმებით ლიზა, მივესალმებით ჩვენს პატივცემულ მსმენელს და მაყურებელს. თქვენ არჩევნებით გინდათ დაიწყოთ საუბარი. თქვენ წამყვანი ბრძანდებით, მე პატივცემ თქვენს სურვილს, მაგრამ მე მაინც ნება მიბოძეთ დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, მით უმეტეს რომ 7 მარტია დღეს, ბატონიშვილის შარტავაზე პატარა ჩემი მოგონებით. მისი დაბადების დღეა დღეს, 91 წელი შეუსრულდებოდა მას. ძალიან კარგად მახსოვს მე ბატონიშვილი. ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც დაინიშნა თავმჯდომარედ აფხაზეთის მთავრობის ომის პირობებში და კარგად მახსოვს როგორ ვღელავდი მე ყოველ მისი გამოსვლის დროს ტელევიზიით. მოგეხსენებათ ახლა ომის დროს ყოველ სიტყვას, ტონალობასაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და რასაც ქვია ჩასაფრებული უსმენდი მას, გულშემატკივრის თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ჩასაფრებული უსმენდი და მინდა აღვნიშნო და დღემდე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, რომ აი ბატონ ჟულის არც ერთ თავის განცხადებაში, არც ერთ თავის გამოსვლაში, არც ერთ თავის ინტერვიუში, ოფიციალურში, კერძოში, არც ერთი აი არავითარი შეცდომა არ დაუშვია, როდესაც ის საუბრობდა იმ უმძიმეს თვეებში, სანამ იყო პირველი პირი აფხაზეთში ომის დროს, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში და საერთოდ კონფლიქტზე. ბატონიშვილი რასაკვირველია, იყო ძალიან გამოცდილი მუშაკი, სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ ამის გარდა, მისი გამოცდილების გარდა, რასაკვირველია დიდწილად ეს იმის გამოხატულება და იმაზე მეტყველებს თუ რა არჩეულებრივი პიროვნება იყო ის ბატონიშვილი, სხვანაირი ადამიანი, ძალიან გულიანი ადამიანი, ძალიან ჰალალი ადამიანი და მართლაც რომ თავდადებული თავის სამშობლოზე და კიდევაც ასე აღესრულა აფხაზეთში ის ვაჟკაცურად, ღირსეულად და ზვარაკად, გმირულად აღესრულა. ღმერთს მაცხონოს მისი სული და ჩვენ ცხადია, მე ყოველ შემთხვევაში მისი მეგობრებში მას სამწუხაროდ ვერ ჩავთვლის, უფროსი ადამიანი იყო, მამას მეგობარი იყო, კოლეგები იყვნენ და დიდი პატივისცემი და სიყვარულით ყოველთვის გავიხსენებდა მეხსოვნება ის. ამის თქმა მინდოდა ლიზა, მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი რომ ასეთი პატრიოტული აზროვნებით შეგნებით გაიზარდო ჩვენი მომავალი ადამიანი. კი, ადამიანი იყო, ჭეშმარიტი მამულიშვილი და კიდევაც დაეცა, ღირსეულად დაეცა მამულისთვის. აი ასეთი იყო მისი. ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი არჩიეს და სწორედ მასზე რომ დავიწყოთ საუბარი ბადრა გუმბაზე რა შეგვიძლია ვთქვათ. არაფერი არ შეგვიძლია ჩვენ საინტერესო მასზე ვთქვათ. აი მე პირდაპირ ასე ვამბობ,
ყოველგვარი დიპლომატიის და რაღაცა რევერანსების გარეშე ვერაფერს ჩვენ საინტერესოს ამ ადამიანზე ვერ ვიტყვით სამწუხაროდ საუბედუროდ დღეს გავიგე რომ როგორც იქნა ოფიციალურად უარი თქვა იმ ხელშეკრულებაზე რომლის გამოც მთელი ეს ამბები დატრიალდა აფხაზეთში და მორიგი გადატრიალება მოხდა და ბატონი ბჟანია პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული დაემშვიდობა თავის თანამდებობას უარი თქვეს ამ ხელშეკრულებაზე საინვესტიციო ხელშეკრულებაზე რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მე მგონი ამ თემაზე აქ ლიზა თქვენთან ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ და ეხლა არ მოვყვები ძალიან დიახ კაბალური უსამართლო და მეტად უცნაური ეს საინვესტიციო შეთანხმების გამო მოხდა იქ ყველაფერი და პირველი მისი პრეზიდენტის პოზზე გადაწყვეტილება იყო ეს, რომ გაუქმდა არ მოეწერება ხელი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან დაუმატა ესეთი ფრაზა, რომ პირვანდელი სახით არ დაიდება ხელშეკრულება. ანუ თლათ უარი ამაზე ნათქვამი არ არის, იმიტომ რომ კრემლს ეს არ მოეწონება. იქნება ისევ ცდელობები ხელშეკრულების დადებისა, უბრალოდ რასაკვირველია უფრო შერბილდება ალბათ სახეცვლილი ფორმა ექნება. სახეცვლილი ფორმა ექნება და რა დონის და რა ხარისხის და რა მოცულობის სახეცვლილება ექნება ჩვენ ამას ნახავთ დროთა განმავლობაში, მაგრამ მე აი მინდა ეს განსაკუთრებულად ვაუწყო ჩვენს მაყურებელს რომ უარი თქვა, მაგრამ დაიტოვა მაინც სახეცვლილი ხელშეკრულების განხილვის და მიღების შანსი. თავად ბატონ ახალ არჩეულ პრეზიდენტზე მე საინტერესო ვერაფერს ვერ გეტყვით, საინტერესო ყველაზე მის ბიოგრაფიაში იყო ის, რომ გახლდათ ვიცე-პრემიერი ბჟანიას დროს და პრინციპში ის რაც ბჟანიას პრეზიდენტობის დროს არ მოწონდა მოსახლეობას და ვერ იღებდა ძალიან ბევრ მის პოზიციას და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას იქვე იყო ბატონი ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ან მოწმე იყო ესეთი ჩუმი და არც პროტესტს აფიქსირებდა გამოთქმავდა და იყო იმ გუნდის წევრი პრაქტიკულად. რა გამოვიდა ბჟანია გაუშვეს პირველი პირი, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტად. ანუ იგივე გუნდი დარჩა ხელისუფლებაში პრაქტიკულად. არაფერი შეცვლილა კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა, აი ეს არჩევნები მაინც იყო განსხვავებული აფხაზეთში. აი ამ არჩევნებმა მისმა მსვლელობამ, შედეგმა და მონაწილე პირებმა იმდენი მოახერხეს, რომ პირველად ისტორიაში აი ამ ომის შემდგომ პერიოდს გულისხმობ მე უახლოეს ისტორიაში აფხაზეთისა საზოგადოება არის გაყოფილი ორად. არის გაყოფილი ძალიან კაფიოდ არის ეს დაფიქსირებული, თავად მოსახლეობა აფიქსირებს და ეს ფაქტი მივიღეთ. ეხლა რაშია საქმე? არჩეული ეგრეთ წოდებული არჩეული პრეზიდენტი პრაქტიკულად ის არის დასმული კრემლის მიერ. თავად აფხაზები ამას აფიქსირებენ მრავლად. ხარდაჭერას წინა საარჩევნო კამპანიაში. და ამიტომ დიახ მე თამამად მეც ამას ვაფიქსირებ. თავად აფიქსირებს მოსახლეობა და როგორ მოხდა ეს რასაკვირველია არ ნახული ხარდაჭერით კრემლისა, მოსკოვის ძალებისა და პლუს ახალი ფაქტორი გამოვიდა მიზანსცენაზე, პოლიტიკურ სცენაზე აფხაზეთში, ეს არის ნაციონალური ნიშნით ელექტორატის მობილიზება. ანუ პირველად სცენაზე გამოვიდა როგორც გადამწყვეტი ფაქტორი აფხაზეთის სომეხი ეროვნების მოსახლეობა. სომეხ ეროვნების მოსახლეობას ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ 100%-ით, მაგრამ უდიდეს მის ნაწილს უბრალოდ
უბრძანეს, უთხრეს, ზოგს უთხრეს პირდაპირ, ზოგს მიანიშნეს, ზოგს უბრძანეს, სხვადასხვა ბერკეტები არის მან, ხო, ზემოქმედებისა მოსახლეობაზე, რომ ჯობია რომ გუნბას დაუჭირონ მხარი. ეს გამოჩნდა, ეს კარგად გამოჩნდა არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა. ამის მერე დაიწყო სომეხი ეროვნების მოსახლეობაზე არნახული აქამდე ზეწოლა, არნახული, იმიტომ რომ არასოდეს არ ყოფილა ეს, არასოდეს აფხაზეთში. და ბევრმა აფხაზმა მიმართა კიდევაც სომხებს, რომ თქვენ თუ გინდათ კარგი სიკეთე აფხაზეთისთვის, აფხაზებისთვის, იმ აფხაზეთისთვის, სადაც თქვენც ცხოვრობთ და თქვენთვის არის ეს სამშობლო, ნუ ჩაერევით ამჟამად ეხლა ამ არჩევნებში, საერთოდ ამ არჩევნებში, დარჩით სახში. არ გინდათ, ნუ მისცემთ, ნუ არც ერთ კანდიდატს ხმას. ხო, აი იყო ასეთი მოწოდებები ძალიან სერიოზული და ძალიან ბევრი და სხვათა შორის სომეხი მოსახლეობის დანაც იყო ზოგიერთმა წარმომადგენელმაც ჩაწერა ვიდეო მიმართვები, რომ მართალია ამჟამად აფხაზები ამას ჩვენ გთხოვენ და ძალიან სწორი არისო, არ ჩავერიოთ ამ არჩევნებში. მაგრამ ნუ იცით თქვენ კრემლის ძალა, იცით თქვენ რომ უამრავი ბერკეტი აქვს მოსკოვს და ის კანდიდატი რომელიც ერჩევნა მოსკოვს ის გაიმარჯვა. ბრალებში გაიმარჯვა რასაკვირველია. გაიზრდება თუ არა ქალბატონო და აგრესია სომეხი საზოგადოების მიმართ აფხაზეთში აი ამ არჩევნების შემდეგ. ნუ უნებლიეთ გაიზრდება თუ არა მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მაგრამ ნუ ის რომ დაძაბულობა იქნება, უკმაყოფილება არის დაფიქსირებული, ღია მუქარები იყო. ნუ ეს ყველაფერი, ამის ყველაფრის ესკალაცია, არ ვიცი, რაღაც შეიძლება რაღაც ფაქტორებთან ან რაღაც ფაქტთან, აი მაგალითად იგივე აი ამ ახალი ხელშეკრულების დადების დროს შეიძლება ისევ ამოქმედდეს ეს ფაქტორი და ისევ წყაროდ იქნას დაპირისპირებისა აფხაზი და სომეხი მოსახლეობის შორის. ეთნიკური ნიშნით ესეთი დაპირისპირება არასოდეს არ ყოფილა ასეთი დაძაბულობა და აი ამ ნიშნით აფხაზეთში არც არჩევნების დროს, არც სხვა დროს ეს არის რაღაც ახალი ამბავი. იყო ფაქტორი სერიოზული და დამოკიდებული იყო არჩევნების შედეგები გალის მოსახლეობის ფაქტორზე, იყო ეს წლებიც, მაგრამ 2014 წელს ეს მოისპო, 14 წლის მერე მოისპო ეს ფაქტორი, იმიტომ რომ წაართვეს გალის მოსახლეობას უფლება რომ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მანამდე დაურიგეს მათ პასპორტები, მისცეს აფხაზური პასპორტები მასობრივად და გალის მოსახლეობამ ვიცით თქვენ რომ ბატონი ალექსანდრე ანქვაბის მიმართ იყო ყოველთვის ძალიან დიდი სიმპათიით განწყობილი, ლოიალური და მისცეს ხმა მას მასობრივად 30,000-მდე ხმა მარტო გალის რაიონში აიღო ბატონმა ანქვაბმა. მაგრამ ნუ პოლიტიკურმა ოპონენტებმა ეს მას ჩაუთვალეს როგორც ნუ რაღაც ხელოვნურად შექმნილი ხმები, ესე იგი ჩაუთვალეს უფლებამოსილების გადამეტებად, ის მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მერე იყარა კენჭი პრეზიდენტად. და ამის ხარჯზე გაიმარჯვებოდა ყველაფერი მოიმოქმედეს იმისათვის, რომ ეს ფაქტორი გალის მოსახლეობის ყოფილიყო, უგულვეყოფილი, ეგრეც მოხდა. ეხლა ახალი ფაქტორი გაჩნდა. ეს არის უკვე სომეხი ეროვნების მოსახლეობა აფხაზეთში. და მათი როლია იმ და მათი როლი ათამაშეს ხელოვნურად ბევრს ალბათ არც აინტერესებდა ეს არჩევნები და არც მასში მონაწილეობა, მაგრამ ნუ ათამაშები ეს როლი. აი ეს მივიღეთ ჩვენ. გაყოფილი ორად აფხაზური საზოგადოება, ასეთი არასდროს არ ყოფილა. ვერ გეტყვით რომ ოპონენტი ადგურ არძიმბა ძალიან მოწონს ყველას იქ.
ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი რომელთანაც მე დღემდე მაქვს ურთიერთობა მწერენ მე რომ იგივე ჭირს ჩვენ რაც თქვენ საქართველოშიო ანუ თქვენ ხომ ელოდებითო მესამე ძალას არც ქართული ოცნება მოწონთ არც ნაციონალური მოძრაობა ხო ძალიან ბევრს ჩვენთან საქართველოში და ელოდებიან მესამე ძალას აი ასე ვართ ჩვენцо არც არძიმბა მოგწონსო მაინც და მაინც არც გუმბა უბრალოდ არძიმბა უფრო დამოუკიდებელი პიროვნება იქნებოდა გუმბა ძალიან დამოკიდებულია ძალიან და ჩვენ გვერჩევნა არძიმბა მაგრამ გაითამაშეს აი კანდიდატი რომელიც არ უნდა ყოფილიყო მაინც საბოლოო ჯამში მაინც რუსეთის გავლენებისგან ვერ იქნებოდა თავისუფალი და დაცლილი რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა მაგრამ იცით ლიზა მაინც პიროვნულ ფაქტორს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოება ისეთია აფხაზური რომ ითვალისწინებს ძალიან ამას და იციან შეუძლიათ ჯერჯერობით შეუძლიათ რამდენი ხანი გასტანს ეს ვერ გეტყვით თავისი ინტერესები დაიცვან იგივე აი ეხლა მიწის საკითხი იცით თქვენ როგორ მწვავედ გას და ძალიან იბრძვიან ბოლომდე რომ მიწა არ იყოს გაყიდული არასოდეს არავიზე აფხაზეთში გარდა აფხაზეთში აი ძალიან საინტერესოა ისიც როგორ მოხდება ამის შენარჩუნება აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს აფხაზის საზოგადოებისთვის თუმცა ჩვენ ვხედავთ რომ ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ეს კანონპროექტი და მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვიცით რომ რუსეთის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატია ბადრაგუმბა მას როგორც ვთქვით უკვე მაინც მოუწევს ამ კანონპროექტებთან მიბრუნება სახეცვლილი ვარიანტი იქნება ალბათ სავარაუდოდ თუმცა მაინც ალბათ ისევ იგივე დღის წესრიგი დადგება უნდა ველოდოთ თუ არა აი ამ ფონზე დაძაბულობის მომატებას ხელახალ ვთქვათ აქციებს აფხაზეთში საზოგადოების გამოსვლას პროტესტის რა თქმა უნდა ველოდებოდეთ მან უკვე თქვა ეს ბრძანა დღეს რომ იმ პირველი სახით არ იქნება მიღებული მაგრამ სახეცვლილი იქნება მიღებული ახლა გააჩნია ახლა როგორ შეცვლიან შეუცვლიან სახეს ამ ხელშეკრულებას იმის მიხედვით მივიღებ ჩვენ ძალიან სერიოზულ დაძაბულობას თუ არ მივიღებთ შინაარსზე არის დამოკიდებული ამ ხელშეკრულებას ხელშეკრულება ორიოდე სიტყვით შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ არის ძალიან კაბალური რუს ბიზნესმენებს ეს ეხება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ურთიერთობებს და რუს ბიზნესმენებს აძლევს არნახულ პრივილეგიებს, უფლებებს აფხაზეთში ტერიტორიაზე. მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას ააშენონ საცხოვრებელი ფართი, ნებისმიერი სიდიდის და რაოდენობის. განთავისუფლებულები იქნებიან გადასახადებიდან, ზოგი გადასახადიდან 8 წელი, ზოგი გადასახადიდან 12 წელი და ეს ეხება იმ ბიზნესმენებს, რომელიც შემოდის 20 მილიონიანი ინვესტიციის, 20 მილიონ რუბლზეა საუბარი. ეს არ არის დიდი თანხა. უკაცრავად 40 მილიონ რუბლზეა საუბარი, ეს არ არის დიდი თანხა, ეს არის სადღაც პლუს-მინუს 20 მილიონი დოლარი, ეს არ არის არნახული დიდი თანხა, მაგრამ ახლა აფხაზეთის მოსახლეობისთვის და აფხაზი ბიზნესმენებისთვის ეს არის დიდი თანხა. რუსეთის ბიზნესმენებისთვის არ არის ეს დიდი თანხა 20 მილიონი დოლარი. ხო და იმ ადამიანი რუსი ბიზნესმენი, რომელიც აფხაზეთში შემოვა 20 მილიონი დოლარით, მას ეძლევა არნახული პრივილეგიები. და რა თქმა უნდა დაიჩაგრება ადგილობრივი ისედაც სუსტი განუვითარებელი ბიზნესი და ამის წინააღმდეგ არიან აფხაზები სასტიკად. რა თქმა უნდა ველოდოთ დაძაბულობას. ძალიან მძიმე რთული სიტუაცია აფხაზეთში, რასაკვირველია გარე ფაქტორებიც მოქმედებს. ხედავთ ჩვენ ყველა როგორ იცვლება რასის სწრაფით სოფლიოში პოლიტიკა და ნელ-ნელა ეს ლაგდება სხვანაირად ყველაფერი და ჩვენ სხვა კონფიგურაციებს მივიღებთ ალბათ უახლოეს წლებში სოფლიო პოლიტიკისა და სტრატეგიის. აი, ქალბატონო
საგულისხმოა ის, რომ 5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63 რაუნდი გაიმართა. ჩვენ როგორც ყოველთვის ვიყავით წარმოდგენილი ქართული მხარე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეც იმყოფებოდა, მათ შორის ლევან გალუბიშვილი. თუმცა ვიცით, რომ როგორც ყოველთვის, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ხოლმე, სამწუხაროდ არ იყო შედეგის მომტანი ეს ვიზიტიც, იმიტომ რომ როდესაც იწყება იქ მნიშვნელოვან საკითხებზე, დევნილების უკან დაბრუნებაზე, შინ დაბრუნების თემებზე საუბარი, როდესაც იწყება რუსული მხარე მაშინვე ტოვებს, ხო, მოლაპარაკებას და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საინტერესოა თქვენ როგორ უყურებთ ამ მოლაპარაკებების ფორმატს და არის თუ არა ეს ის ფორმატი, რომელიც იმ გამოწვევებს პასუხობს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და რა შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე გაკეთდეს ისეთი უფრო მეტი, ვთქვათ, საუბრის რესურსი რო არსებობდეს, დიალოგის ფორმატი რო არსებობდეს, არის თუ არა საერთოდ ამის შესაძლებლობა და რის შესაძლებლობა გვაქვს? მე არაერთხელ თქვენი სტუდიიდან ამაზე მისაუბრია და დამიფიქსირებია, რომ რასაკვირველია ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებებზე ვერ მივიღებთ ვერანაირ ხელშესახებ შედეგს. ვერ მივიღებთ. და მე არ მიკვის, რომ უშედეგოდ დამთავრდა და რუსეთის დელეგაცია დგება და მიდის. არ არის ეს გასაკვირი. ჩვენ აი ამ უშედეგობიდან ვერ გამოგვაქვს სათანადო დასკვნები და მე იმის მიხედვით არ ვიქცევით სათანადოდ. რას გულისხმობ კონკრეტულად? ჯერ ერთი ჩვენ აქ ჩვენთან სახლში საშინაოდ, რასაც ქვია, ამ უმძიმეს, უმწვავეს საკითხს, რასაც ქვია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, აფხაზეთის საკითხი, ცხინვალის საკითხი არ ვიხილავთ. ჩვენ აქ სახლში ერთმანეთთან არ ვიხილავთ ამ საკითხს ისე როგორც უნდა განვიხილოთ. პირუთვნელად, ალალად, ჩხუბით თუ გნებავთ სერიოზული საუბრით, ერთმანეთს შეიძლება ყველაფერში არ დავეთანხმოთ. ნუ მოკლედ, უმწვავესი, უსერიოზულესი ამაზე უფრო სერიოზული რა უნდა იყოს საშინაო ქვეყანაში შენთან რომ ამ თემაზე არის საუბრო. ყველა პოლიტიკურ ძალასთან მე რომ მკითხო. საერთოდ ვინცაც მიაჩნია თავი საქართველოში პოლიტიკოსად არა და ბევრი ისეთ ადამიანს მიაჩნია, ვიცით ჩვენ რომ სულაც არ არის პოლიტიკოსი, მიუხედავად ამისა, მე მაგალითად პირადად ყველასთან მექნებოდა ამ თემაზე ძალიან პირუთვნელი საუბარი, ძალიან ალალი და ძალიან სერიოზული. აი ეს არ მიმდინარეობს. ჩვენ პერიოდულად ჯგუფებად, ყველა ერთად, ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. უნდა ძალიან სერიოზულად ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. როგორ გამოვიდეთ ჩვენ ამ სიტუაციიდან? რატომ არ აგვაქვს ჩვენ არანაირი შედეგი? ჟენევაში არ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთის ხელმძღვანელობას. გასაგებია, ვინც არიან, რა არის რუსეთი, ვიცით, ხო, ვიცით, რაც არის, თუ არ ვიცით დღემდე რაც არის რუსეთი. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მოქმედება, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს შესაბამისი. და დიდი ხანია ჩვენ უნდა გამოვიდეთ ემოციური დამოკიდებულებიდან. აი ემოცია ჭარბობს, მე ამას ვხედავ უკვე 35 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობამდე ვხედავდი ამას კარგად. იგივე ჩვენი ეს 9 აპრილი მე მონაწილეც ვიყავი იმ დღეებში, სულ რუსთაველზე ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ვირას აკეთებდა, როგორ ძაბავდა სიტუაციას რა. ძალიან ბევრი ჩვენი ხელოვნური არასწორი მოქმედებებით ჩვენ ძალიან გავიფუჭეთ საქმე, რასაც ქვია. ძალიან ვის შეიძლება ისე ავნოს თავის თავს, თუ არა ქართველმა ქართველს ავნოს. აი ეს მოგვივიდა ჩვენ მაშინ. იქედან მოყოლებული მანამდე, სანამ 9 აპრილი მოხდებოდა, მანამდეც უკვე იყო ძალიან არასწორი, ემოციური, მხოლოდ და მხოლოდ ემოციური გამოვლინებები. და იმის მერე სულ აი ასე ვართ. აი ამას ვერ ხედავ მე. ჯერ ჩვენ აქ ერთმანეთში უნდა მოვილაპარაკოთ.
რა არის სწორი პოლიტიკის რა არის სწორი ფარგლებში რა თქმა უნდა ამას ვამბობ რა თქმა უნდა ნუ როგორი ხა არ უნდა განვიხილოთ რატომ არანაირად არ იცვლება რატომ არ იცვლება არაფერი ამ მიმართულებით სად უშვებ ჩვენ შეცდომას როგორ უნდა შევცვალოთ პოლიტიკა რა უნდა გავაკეთოთ რა არ უნდა გავაკეთოთ თუ უნდა გავჩერდეთ რაღაცა პერიოდი მე ვერ ვხედავ რომ ამ თემაზე სერიოზული საუბარი მიდიოდეს აქედან ამით უნდა დავიწყოთ ჩვენ ამით უნდა დავიწყოთ და მე უნდა გავაგრძელოთ პატარა-პატარა ნაბიჯებით არის თუ არა ეს იმის შედეგი, როდესაც ვიცით ჩვენ ახლა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება ამ თემებზე და მათ საერთოდ ნაკლები ინტერესი აქვთ ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. კი ბატონო, ქართულ ოცნებას შემთხვევაში მისი გავლენა, რომ ქართულ ოცნებასაც ნაკლები ინტერესი აქვთ ამ თემის მიმართ. კი, აი, სწორედ ეს არის თუ არა რაღაცნაირი სტერეოტიპი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დამყარდა, რომ ჩვენ არ ვესაუბრებით რუსეთს, ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ რაღაცნაირად გასაღები არის იქ, უნდა დავალაგოთ, ვესაუბროთ, თუნდაც მტერთან მოლაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ამ ეთერებიდან აი ამ ყველაფრის საუბრის გამო, როდესაც აი ამ თემებზე ვსაუბრობდით, არაერთხელ გავუკრიტიკები ვართ, თუმცა დღეს მაგალითად ის, რაც ჩვენი მისამართით კრიტიკას იწევდა, არ იწევს მაგალითად ლელოს ხელმძღვანელის, როდესაც ამბობს იმაზე, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვილაპარაკოთ აფხაზეთის თემაზე, თუნდაც აი როდესაც ის საუბრობს ამაზე, მისი მხრიდან რაღაცა არ არის ეს გასაკრიტიკებელი და ჩვენ მუდმივად გვაკრიტიკებენ ამაზე რომ სიმართლეს ვამბობდით რომ ესე არ მოგვარდება ეს პრობლემა თუ სერიოზული საუბარი და დიპლომატია არ ქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას ღია თუმცა ქართულ ოცნებას უჭირს აი რაღაცნაირად აი ამ კომპლექსიდან გამოსვა რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მემკვიდრეობასავით დაუტოვა და რეალურად შეიძლება აქვთ კიდევაც ამის სურვილი რომ კონდეთ საუბარი რუსეთთან, მაგრამ აი ამ მისგან ვერ თავისუფლდებიან, აი ამ დამოკიდებულებისგან, რომ მაშინვე შეიძლება ვიღაც გამოხდეს თინა ბოკუჩავას მსგავსი და მისი მხრიდან ლანძღვა გინება და აი რუსეთუმეს იარლიყის მოწებება. ამას ეწირება ეს საკითხი თუ ბევრად უფრო სერიოზულად დგას, ბევრად უფრო არა, მე ხა არ მინდა ვიფიქრო ლიზა, რომ ქართულ ოცნებას ახლა ეშინია იმისა, რომ თინა ბოკუჩავა გამოხდება და რუსეთუმეებს დაუძახებს და კოლექტიური არ მხოლოდ ინდივიდუალურად გულისხმობ, სიმბოლურად ბოკუჩავა, რა თქმა უნდა. და იარლიყებს დაკიდებენ და გამოლანძღავენ. ნუ ხა თუ ამის ეშინია და ამის გამოგაჩერებულები არიან, ეს რა პოლიტიკოსები არიან მაშინ და ეს რა ხელისუფლებაა? ეს რა ხელისუფლებაა თუ ვიღაცა პოლიტიკოსის გნება მთელი პარტიის ამბობთ რომ არის შესაძლებელი რომ აი ასეთი პოლიტიკა ქონდეს ჩვენს ქვეყანას რა აკავებთ ნუ ეხა მე ეს არის ჩემი სუბიექტური შტაბეჭდილება რა აკავებთ ჯერ ერთი ეს ხალხი არ არის თავისუფალი თავის მოქმედებაში ამას ვხედავ ამის გარდა ვერ ხედავ სურვილს რომ ამ თემაზე იფიქრონ და მოგვარებაზე იფიქრონ აი ამ კონფლიქტების ახლა ნუ დავიწყოთ იმით რომ თუ ადამიანი არ არის თავისუფალი თავის მოქმედებებში ის ვერ გაატარებს სწორ პოლიტიკას ხო ასეა აი ჩვენ გვყავს საქართველოში ეროვნული მთავრობა და ხელისუფლება აქედან უნდა დავიწყოთ მე ამას ვერ ვხედავ. ეროვნული, კარგი, აბსოლუტურად მშვენიერი გაგებით აი ამ სიტყვისა, ჩვენ არ გვყავს საქართველოში ხელისუფლება და მთავრობა. მეორე, მე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები ამ თემაზე სერიოზულად ფიქრობდნენ რამეს. ვერ ვხედავ ამას. ეს უკვე არის დანაშაული. თქვათ შენ არ ახარ თავისუფალი, მაგრამ ხო ხარ სამშობლოს შენი მოქალაქე და მამულიშვილი რაღაცა ფორმებით ხო უნდა რაღაც გააკეთო თუ გლობალურად ვერ შვები და გლობალურად ხარ დამოკიდებული სხვადასხვა ძალის ცენზე და ასე არის რა თქმა უნდა ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და გვინდა ეს ჩვენ თუ არა ვარ დამოკიდებულები აი ამ ზე სახელმწიფოების პოლიტიკაზე და საერთოდ იმაზე თუ რა ხდება სოფლიოში ხო ასეა. მე ვერ ვხედავ დაინტერესებას. თქვენ წარმოიდგინეთ უცნაურობა, როდესაც ჯერ კიდევ ჩემ დროს მე რო პარლამენტში ვიყავი და ეხლაც გრძელდება ეს, თქვენ წარმოიდგინეთ ქვეყნის დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი ორი რეგიონი ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტი
როდესაც არ იხილავს არც ერთ თავის ხდომაზე ოკუპირებული რეგიონების საკითხს. ეს ნორმალურია? მე მახსოვს აი ახალი რო იყო ეს თემა და ახალი დამთავრებული იყო ომის დროს, ახალი დამთავრებული იყო ცხელი პერიოდი ომის აფხაზეთში, არ იყო დღე, რომ საქართველოს პარლამენტს ამა თუ იმ კუთხით არ ესაუბრა, არ განეხილა აფხაზეთის საკითხი. ეს სიფრთხილეა ქალბატონო, და თუ რაში მდგომარეობს საქმე, როდესაც ამაზე არ მიმდინარეობს პარლამენტში საუბარი. ნებისმიერ თემაზე, უმძიმეს თემაზე შეიძლება ისე ისაუბრო ღიათ, რომ არ ავნო ამ თემას. რატომ? ამას ეს უბრალოდ ამას ცოდნა უნდა, ამას ჭკუა უნდა. თუ ცოდნა და ჭკუა არ აქვს და ეშინიათ რომ რაღაც სისულელეები არ თქვენ, მაშინ ჯობი არაფერი არ თქვენ მართლაც. მაგრამ იცით რამე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. უცნაურია, არანორმალურია, გაუგებარია იმ ქვეყნის პარლამენტი, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებული ამდენი წელი, ამხელა ორი რეგიონი და შენ პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო და პოლიტიკური ორგანო ქვეყნის ამ თემებს არ იხილავდა, თუნდაც დახურულ სტომაზე არ გაინტერესებს ამ თემებზე საუბარი. არა მხოლოდ საუბარი, დებატები უნდა გაიმართოს სერიოზული პოლიტიკური. განხილვა უნდა იყოს მუშა ჯგუფებში, დახურულ ჯგუფებში, იმიტომ მოგეხსენებათ, როგორი თემაა ეს, ყველაფერს საჯაროდ ვერ საუბრებ. უნდა დუღდეს და გადადუღდეს პარლამენტში თუნდაც ამ თემებზე საუბარი და მუშაობა. ამას ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავ და მე ჩემთვის ეს აუხსნელია, მაინც ბოლომდე აუხსნელია რა შესაქმე. და ჩვენ ვკარგავთ დროს. იქ გაიზარდა უკვე მე უსმენ ხშირად თქვენს ტელევიზიას და ბატონი დავით არხანმოვაი ხშირად ამბობს ამას და მართალია. რომ პრაქტიკულად უკვე იქ ომის შემდგომ სამი თაობა გაიზარდა, ხო? ისეთი ასაკისები არიან, რომ უკვე ესმით ბევრი რაღაცა და აი რა ფონზე გაიზარდა ეს ხალხი, რომ ყოველ წელს აფხაზეთი ზეიმობს 30 სექტემბერს ქართველ ოკუპანტ და დაპყრობელთან ომში გამარჯვებას. აი ასეთი ერთ-ერთი ასეთი დღესასწაული აქვთ დიდი 30 სექტემბერს ყოველ წელს. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი და ყველაზე მძიმე შედეგი რაც ჩვენ მივიღეთ ამ კონფლიქტის შედეგად არის ის, რომ ახალგაზრდები ერთად არიზდებიან, ახალგაზრდები არ ურთიერთობენ, პრაქტიკულად ერთმანეთს არ იცნობენ და ძალიან ცუდი მრუდე წარმოდგენა აქვთ ერთმანეთზე ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს. აი ქალბატონო და როდესაც ახალი თაობის პოლიტიკოსები მოდიან უკვე ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები აფხაზეთში, ვხედავთ ეს დადებითი კონტექსტით უნდა შევაფასოთ თუ როგორ უნდა ვუყუროთ საერთოდ აი ამას, იმიტომ რომ ომგამოვლილი თაობა მაინც არ არიან, ხო? ესენი ვიზეც ახლა ჩვენ საუბრობთ და აქედან გამომდინარე, რაიმე სახის დამოკიდებულება ან ცვლილება შესაძლებელია სასიკეთოდ თქვათ იყოს მიჩნეული თუ პირიქით უფრო მეტად თქვათ მწვავედ შეიძლება მიუდგნენ ისინი ამ საკითხს კონფლიქტის მოგვარების. ერთ მნიშვნელოვნად მე ვერ გეტყვით, რომ ომგამოვლილი პოლიტიკოსები არიან მხოლოდ უარყოფითად ჩართულები პოლიტიკაში, ან ეს არის მინუსი მათთვის. ეს იცით როგორ არის, ეს დადებითი მხარეც არის და რასაკვირველი შეიძლება უშლიდეს პოზიტიურ განვითარებას ხელს. მაგრამ ის რომ მას გამოცდილება აქვს და იცის ომამდელი ჩვენი ცხოვრება აფხაზეთში, აფხაზების და ქართველების, ეს ძალიან დიდი დადებითი ფაქტორია. და ახალი თაობის პოლიტიკოსებმა არ იციან, არ გაუვლიათ ქართველებთან ერთად ერთობლივი ცხოვრება. ეს არის ძალიან დიდი მინუსი. მაგრამ ომის მიმართ უფრო მათ რასაკვირველია არ აქვთ ისეთი მწვავე დამოკიდებულება, როგორც ძველ თაობას შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ თუ ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსები ერთმანეთს ასე წონასწორობაში იქნებიან ერთმანეთთან, ეს იქნებოდა ყველაზე ისეთი კარგი იდეალური ვარიანტი. თუ არსებობს იდეალური რამე პოლიტიკაში საერთოდ.
კი ბატონო. აი თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ცოტა გვესმის ამ თემაზე საუბარი, რომ არის რესურსი, რომლითაც უნდა ვისაუბროთ, გავზარდოთ უფრო მეტად ქმედითუნარიანობა და ამას მინდა რაღაცნაირად ჩავეჭიდო და აი ამ თემას გავყვე. როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ არის რესურსი, აი რა შეიძლება იყოს ეს, რა ფორმატი შეიძლება იყოს, რაზე შეიძლება ისაუბრონ მხარებმა, იმიტომ რომ მარტივი ნამდვილად არ არის, როდესაც ამდენი დროა გასული უკვე 33 წელიწადია, რომ აი ასე გაყინულ მდგომარეობაშია აფხაზეთის კონფლიქტი და საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ აი ესეთი ტიპის და რა ტიპის შეიძლება იყოს ასეთი ფორმატი. Ну, Лиза, ეს ძალიან დიდი საკითხია, მრავალწახნაგოვანი, ასე ვიტყოდი მე. აქ, სამშვიდობო პოლიტიკა პრინციპში ძალიან დიდი რამეა, დიდი სფეროა. ჩვენ აი თუ ასეთი დიდია, ჩვენ ვერ ვიყენებთ აი მის პატარა მონაკვეთსაც კი. ბევრი ფორმა არის, ბევრი მიმართულება არის, ბევრი მექანიზმი არის იმისა, რომ გააქტიურდეს აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით რაღაცა მუშაობა, კონტაქტი და სოციალური ურთიერთობა. Ну, რამდენად ჩვენ ამას ვიყენებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ მაინც ვერ ვიყენებთ, თუნდაც მე შევჩერდები ძალიან ისეთ ნეიტრალურ და უწყინარ და მიმართულებას, რომელსაც ქვია სახალხო დიპლომატია, ლიზა, ალბათ თქვენ ბევრი ხსმენიათ. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ამაზე საუბრობს, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, ადამიანები უბრალო სახალხო პოლიტიკას, მაგრამ იცით რა, ვერადავერ იქნა ეს სერიოზული, კარგი მიმართულება აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში. ეხლა მე რას ვამბობ? მე არ ვამბობ, რომ ეხლა ჩვენ უნდა რაღაც სტრუქტურა შევქმნათ მაინც და მაინც სამინისტრო ვთქვათ, სახალხო დიპლომატიის და მინისტრი დავნიშნოთ. არა, ეს ასე არ მუშაობს და არ გამოვა. უბრალოდ იცით რა, სახალხო დიპლომატია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ 45%-მდე მოსახლეობისა აფხაზეთში იყო შერეული ქართულ-აფხაზური, ეს ძალიან კარგად იმუშავებდა თავის დროზე. ეხლაც იმუშავებს, ეს არ არის მთლად დაკარგული რესურსი, მაგრამ იცით რა არის, ეს თემა და ეს მიმართულება არ ამუშავებულა როგორც სისტემა. მიმიხვდით რისი თქმა მინდა. აი ალაგ-ალაგ ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობდა შეხვედრებს, კერძო პირები იყვნენ ამით და დაკავებული. არ ქონდა ამას სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. Ну, ჩემი ხედვით მაგალითად უნდა იყოს შექმნილი პატარა სტრუქტურა, იგივე აი ქალბატონი თეახვლედიანის თუნდაც უწყებაში. ეს არ უნდა იყოს ძალიან საჯაროდ ამაზე მუშაობა და საუბარი. იქ უნდა იყოს თავისი ფონდი უნდა გქონდეს ამ მიმართულებას, მუშაკები და სისტემატიურად უნდა ხელს უწყობდეს შეხვედრებს მოსახლეობაში. გნებავთ შერეული ოჯახები, გნებავთ იქ ახალგაზრდები, ყველა აბსოლუტურად ყველა ფენის და ასაკის და პროფესიის ხალხს შორის. თუ ეს ამის შესაძლებლობა არის, არა და ამის შესაძლებლობა მართლა არის. და მე აქცენტს გავაკეთებდი მაინც ჯერ კიდევ არის გავაკეთებდი ახალგაზრდებზე. ინტენსიურად უნდა ხდებოდეს ახალგაზრდების შეხვედრა, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეხვედრები და მოდიან ეს აფხაზები ამ შეხვედრებზე. მე მაქვს რამოდენიმე შეხვედრა ასეთი ორგანიზებული და კიდევ ვაპირებდი ხლა აი ამ უახლოეს თვეებში. და აი მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს სისტემატიურად და არა ალაგ-ალაგ, როდესაც ვიღაცამ რაღაც საშუალებას გამოძებნის და მე რაღაცას გააკეთებს და მოიფიქრებს. ამიტომ მინდა მე რომ სახელმწიფო იყოს ჩართული ამაში, რომ მივცეთ ამას სისტემური ხასიათი, რომ ეს იყოს მუდმივი დაფინანსების პირობებში და თვალყური უნდა ადევნოს ამას სახელმწიფომ.
კარგი, ნორმალური თვალსაზრისით, რომ შეძდგეს, რომ საორგანიზაციო საკითხები იქ რაღაც უშიშროების, უსაფრთხოების საკითხებიც მოგვარდეს და ეს უნდა ხდებოდეს სისტემატიურად. მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ შედეგს გამოყოფს ძალიან სერიოზულს, თუნდაც ეს მიმართულება სახალხო დიპლომატიის და რაც შეეხება სხვა სფეროებს, ახლა რთულია ცოტა საჯაროდ ამაზე საუბარი. მე მაგალითად პატარა ჯგუფებით პოლიტიკოსები რაღაც მაინც რუსეთში გამიგზავრებოდი და გავესაუბრებოდი სხვადასხვა ჯგუფებს, პოლიტიკურ ჯგუფებს რუსეთში აუცილებლად. ესეც სისტემატიურად არის გასაკეთებელი. კი, მაგრამ თქვენ გახსოვთ ხომ, ქალბატონი ირმა მაგალითად ამ პატრიოტთა ალიანსის რომელიმე ლიდერი თუ თქვათ რაღაც ტიპის აი ასეც გააჟღერებდა, რომ აუცილებელია შეხვედრა, საუბარი და ასე შემდეგ, გახსოვთ რამდენად დიდი წნეხი მოდიოდა შემდეგ ამ პოლიტიკურ პარტიის მისამართით. ამიტომ იქნება. წნეხი იქნება, ჩვენ არ უნდა შევშინდეთ. ამიტომ ვიკითხე მე, როგორ უნდა გათავისუფლდეს ქართული ოცნება აი ამ ზოგი ადამიანი დამოკიდებულებისგან. ძალიან ბევრი ადამიანი ამისგან არის თავისუფალი. ადამიანი, როდესაც დარწმუნებულია, რომ ის ძალიან სწორად იქცევა და მართალ საქმეს აკეთებს, მას არ აინტერესებს, რას დაუძახებენ მას, ესვრიან ქვას თუ არა, არ აინტერესებს. სამშობლოს ქვეყნის გამთლიანებაზეა საუბარი და ვირას გეტყვის და რა იარლიგს ჩამოგიკიდებს, ეს არ უნდა იყოს საინტერესო საერთოდ. ბუნებრივია სახელმწიფო მხარდაჭერა რესურსი. რა თქმა უნდა. ეხლა რა გითხრათ ქართულ ოცნებაზე? მე ქართულ ოცნებაზე ვერ გადავაკეთებ, ვერ გავზდი და ახალს ვერ მოვიყვან. ეს ჩვენი საზოგადოების გასაკეთებელია. მე რაც ქართულ ოცნების ხელმძღვანელობას ვესაუბრე და ვთხოვე და ვეხვეწე და კულუარებში ამ აფხაზეთის საკითხზე და საერთოდ გისმენენ და მე არაფერს არ აკეთებენ. არა, როდემდე უნდა ვესაუბრო? 12 წელი, 10 წელი ველაპარაკე, დავანებეთ ავი ხა უკვე. კი, თუმცა რაღაცნაირად ბოლო არჩევნებზე ქონდათ იმის მცდელობა, რომ საკუთარი ამომრჩეველი დაერწმუნებინათ იმაში, რომ მათთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთის თემა, გახსოვთ თქვენ რაღაცნაირად. თქვენ თუ დაიჯერეთ, მე არ დამიჯერები, არც ერთი წუთი. კი. და ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ საუბედუროდ ეს მართლ პარტიას ეხება, რომლის ხელშიც ხელისუფლება აქვს. ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ ამაში არ დაუჯერა და ბევრ ამაში არ ეჯერებათ მათ, იმიტომ რომ ბევრჯერ მოატყუეს მოსახლეობა, ის საზოგადოება და ის მოსახლეობა, რომლის ბრძოლის შედეგად ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. კი, აი ამ პოლიტიკურ ელიტას, როდესაც უყურებთ თქვენ თავად პარლამენტშიც იყავით და აქედან გამომდინარე იცით ეს პოლიტიკური პროცესები, რაც პოლიტიკური სახეები, რომლებიც გვყავს ახლა პოლიტიკაში და რამდენიმე წუთი გვჩება და მოკლედ აი ამ პოლიტიკური ელიტის პირობებში წარმოგიდგენიათ თუ არა, რომ აი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ სერიოზული დისკუსია, დალაპარაკება, პრობლემის გადაჭრა არის შესაძლებელი. იმიტომ რომ ჩვენ ვუყურებთ იმ სახეებს, რომლებიც მხოლოდ რაღაცნაირად ვიწრო პოლიტიკური აი ამ დაპირისპირებით არიან დაინტერესებულები და არა ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემებით. ლიზა, იცით რა შეასაგვი? ჯერეთი მე არ მინდა რამოდენიმე წუთი დავკარგო ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ ელიტაზე. ხა მე შევდივარ იქ ხო, მინდა მე ეს თუ არ მინდა, არაერთი გზის დეპუტატი ვარ და შევდივარ ფორმალურად შევდივარ ამ ელიტაში, რა ვქნა? კი, რა თქმა უნდა, არიან საქართველოში მადლობა ღმერთს ძალიან კეთილსინდისიერი მამულიშვილი პოლიტიკოსები. მე პირველ რიგში ამ ხალხს გულისხმობ, როდესაც საუბრობ, რომ სერიოზული სახელდობრ საუბარი უნდა გქონდეს ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ იცით რა, მე უფრო მივმართავ ჩვენ საზოგადოებას. ხალხო, ხედავთ, რომ პოლიტიკოსები არ გვივარგა. ხედავთ, რომ არაფრის მაქსნისები არიან. ხედავთ, რომ მავნებლები არიან. მოდით რა თვით ორგანიზება გავაკეთოთ. გადავდოთ გვერდზე ჩვენი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა, გნებავთ ჩემი თავით, კი ბატონო, მოდით რა მოქალაქეობრივი ჩვენი თვით შეგნება ავიმაღლოთ, გავიღვიძოთ და ჩვენ შევიკრიბოთ, ჩვენ გავაკეთოთ რაღაცები, რაღაც მოძრაობები, ხო? არსებობს უამრავი სახალხო, ხალხური, საზოგადოებრივი, არ არის აუცილებელი ყველა ჯგუფ ადამიანთა ჯგუფი პოლიტიკურ პარტიად გადაიქცეს. 203 პოლიტიკური პარტია გვაქვს ისედაც. და რა ვიცი, ჩვენ არ უნდა უპატრონოთ ამ ჩვენ სამშობლოს, მარტო პოლიტიკოსებს, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს
ვანდოთ ეს ჩვენი სამშობლო? ჩვენ აფერე უნდა გავაკეთოთ? მე მინდა შევახსენო აფხაზეთის მოსახლეობას, ჩემო ძვირფასებო, რა ურთიერთობა გქონდა ჩვენ აფხაზეთში ერთმანეთში? რა ლეგენდარული, ზღაპრული, არნახული პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობები გქონდა აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთში. ერთმანეთის მიმართ ჩვენ ხომ გვახსოვს ეს რამდენი შერეული ოჯახი. ეს არ არის ლეგენდა, ეს არ არის ზღაპარი, ალბათ ძალიან ბევრ ახალგაზრდას უკვირს აი ეს ჩემი სიტყვები და არ იჯერება შეიძლება. მაგრამ ჩემი თაობის ხალხს კარგად ახსოვს და ჩემზე უფრო უმცროს ხალხს უფროს მით უმეტეს რა ლეგენდარული სიყვარულით ახსავსე, პატივისცემით ახსავსე ურთიერთობები გქონდა ჩვენ. გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, რასაც ქვია. და როგორ შეიძლება ჩვენ ეს არ გავაგრძელოთ, ეს სადღაც გაქრეს და ჩვენ არ მივხედოთ ჩვენვე, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს აფხაზეთს, ჩვენს ცხინვალს და ჩვენს სრულიად საქართველოს. მე ეს არ მესმის და ეს ჩვენი საქმე არ არის ვთქვათ და პოლიტიკოსებმა მოაგვარონ. თან ისეთმა პოლიტიკოსებმა თქვენ რო არ მოგწონთ ისეთმა პოლიტიკოსებმა. აი ამის ბატონო, აუცილებლად რაც არის ეს მარცვალი დარჩენილი, აუცილებლად უნდა გავაღვივოთ და ვაქციოთ ისევ იმ ურთიერთობად, რომელიც წლების განმავლობაში უქონდა და რომელზეც თქვენ თავად ისაუბრეთ და აუცილებლად არ უნდა დაგვაუწყდეს ის ადამიანები, რომლებიც უკვე 33 წელია სახლში დაბრუნებას ელოდებიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, იმიტომ მე თავადაც დევნილი ვარ, ყოველთვის მაწუხებდა ეს თემა ოჯახში, ყოველთვის მესმოდა ამ თემაზე და სწორედ აი ამით, აი ამ შეგნებით გავიზარდე და ალბათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აფხაზეთში ოჯახში დაბრუნებას ელოდება, სწორედ ყოველდღიურად მისი საფიქრალი ეს არის და ამიტომ უნდა დაინტერესდეს ამ თემით სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ლიზა, გეთანხმები, გეანცვალე, არა მხოლოდ ელოდება, მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში არ უნდა იყოს, უნდა იფიქროს თავისთვის, აი რა შემიძლია მე პირადად ჩემი გადასახედიდან, ჩემი პოზიციიდან, ჩემი მდგომარეობიდან, აი ამ საკითხს და ამ თემას შევმატო, გავაკეთო. ან ჩემი თანამოაზრე უნდა ვიპოვო, ან პოლიტიკოს რაღაც ორი სიტყვა უნდა უთხრა. არ შეიძლება ასე, აი მივანდოთ მხოლოდ პოლიტიკოსებს ეს საკითხი, არასწორია ეს. ეს არის სრულიად საქართველოს, სრულიად ქართველი ერის საფიქრალი, საკეთებელი საქმე, რასაც ქვია ქვეყნის გამთლიანება. და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ თუ ხელისუფლება არ არის რაღაცა თემით დაინტერესებული, ჩვენ საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვთხოვოთ იმ თემებზე ფიქრი და მუშაობა, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვირჩევთ, ჩვენ საზოგადოება ვირჩევთ ამ ხელისუფლებას და ჩვენი დაკვეთით, მათი პირდაპირ პასუხისმგებლობა. ჩვენი დაკვეთით, ჩვენი ინტერესი, ჩვენი მოთხოვნის მიხედვით უნდა იქცეოდეს და იმ პოლიტიკას უნდა ატარებდეს ხელისუფლება, მაგრამ ამას ჩვენ ხომ ხედავ, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ უფრო აქტიურობისკენ უნდა გაიზარდოს ჩვენი საზოგადოება ამ კუთხის. მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადამ არშანი აქვს სტუმრობდა, გადაცემას კი ლიზა კვესელავა უძღვებოდით. მადლობთ რომ გუყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. ნახვამდის.